გაძვირდება თუ არა დენის ტარიფი. საკითხზე სემეკი 29 დეკემბრის ხდომაზე იმშელებს, მანამდე კი ცნობილი ხდება იმ მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებსაც სემეკის დავალებით ენერგოკომპანიები ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. ჯამში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციით თელასი და ენერგოპროჯორჯია რეგიონებში ელექტროგამანაწილებელი ქსელის სრულ რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის განახლებას გეგმავენ. გადაწყვეტილების მიზეზად დენის მიწოდების პროცესში არსებული გახშირებული შეფერხებები სახელდება. შალვა სუმბაძე არკვევდა, რა დრო დასჭირდება რეგიონებში ელექტროსისტემის რეაბილიტაციას და აისახება თუ არა დაგეგმილი ინვესტიციები დენის ტარიფზე. მცირე წვიმის, ქარის, უამინდობის ან უბრალოდ გაურკვეველი მიზეზით ელექტროენერგიის დროებითი შეწყვეტა რეგიონებში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მომხმარებლები არასათანადო მომსახურებაზე აქტიურად მიუთითებენ და შესაბამის უწყებებს დახმარებას თხოვენ. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით კი სემეკი 2026-30 წლებში ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, რაც ქსელის და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. უფრო ზუსტად, თელასი და ენერგოპროჯორჯია მომდევნო 5 წელში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში თელასი 400.000 ლარზე მეც, ხოლო ენერგოპროჯორჯია 1.6 მილიარდ ლარამდე თანხას დახარჯავს. სემეკის ცნობით ეს თანხა მოხმარდება სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისთვის. აღნიშნული ინვესტიციები პირდაპირ მიმართულია მომხმარებლისთვის საიმედო ელექტრომომარაგების, გაზრდის კუთხით, ასევე აღინიშნოს, რომ ხარისხის პარამეტრები ელექტროენერგიის არის რიგ შემთხვევებში რეგიონებში საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და ეს ჩვენმა დეპარტამენტმა ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტმა შევისწავლეთ, დაიგეგმა ახალი ქვესადგურების მშენებლობა, ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ესე ვთქვათ მშენებლობა და განვითარება და ამასთან რა თქმა უნდა მომხმარებლის ელექტროენერგიის საიმედოობის გაზრდით კუთხითაც სამუშაოები არის მრავლად დაგეგმილი. მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელება ქმნის მოლოდინს, რომ კომპანიების დანახარჯები ტარიფებში აისახება. უფრო ზუსტად, კომპანიები ამ სამუშაოების განხორციელების სანაცვლოდ, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, უფრო დიდ საფასურს მოითხოვენ და დენი გაძვირდება. ამას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიაში არ გვიდასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ და ამბობენ, რომ საკითხი დეტალური შესწავლის საფუძველზე გადაწყდება. რა თქმა უნდა, თვითონ ელექტროენერგიის ტარიფის მეთოდოლოგია გულისხმობს ინვესტიციებსაც და ინვესტიციებს მოიცავს. გასულ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ 2023 წელს, როდესაც ტარიფი შემცირდა 3 თეთრით, ამის და მიუხედავად კომპანიებს მაინც გაზრდილი ინვესტიციები დაუმტკიცდათ და ესე ვთქვათ, გაორმაგებული მაჩვენებლები დაუმტკიცდათ 2024-25 წლებისთვის. იმ დროს, როდესაც ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. ტარიფი მოიცავს ინვესტიციებს, თუმცა ესე პირდაპირი გავლენა, რომ ვთქვათ, რომ რახან ინვესტიცია იზრდება, შეიძლება ტარიფი გაიზარდოს, ესეც არ არის, იმიტომ რომ ამის მაგალითი გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეული ხარჯი მოქმედებს ტარიფის ფორმირებას. ქსელის განახლებას, თუნდაც ელექტროენერგიის მიწოდების გაძვირების ხარჯზე მიესალმებიან სპეციალისტები. მათი თქმით, ეს ინვესტიციები იმ ეკონომიკური ზრდის პირობებში, რომელიც ქვეყანაშია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ყველაფერი გაციფრულდა, შესაძლოა საკმარისიც კი არ იყოს. სამუშაოების დაწყება ექსპერტების აზრით აუცილებელია, რათა შემდგომში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები არ გაჩნდეს. სტრუქტურა მოხმარების არის აბსოლუტურად განსხვავებული, ვიდრე ეს იყო 10-15 წლის წინ. ეხლა განსაკუთრებულად იზრდება იმ დანადგარების რაოდენობა, რომელსაც გაცილებით მაღალი ელექტრომოხმარება აქვს. ქუჩაშიც რო გახვიდეთ, იზრდება ელექტრომანქანების რაოდენობა და მობილობა, ელექტრომობილობა, მის რაოდენობაც გაზრდილია. შესაბამისად, ექსპონენციურად იზრდება მოხმარება. ანუ ეს ნიშნავს იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ეს ჩვეული იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დავეწიოთ გენერაციის ობიექტები და ავაშენოთ. ჩვენ შეიძლება აქ ადგილზე დავაყენოთ დაუშვათ გამტენები, რომ ავტომობილები დავტენოთ, მაგრამ ფიზიკურად აი ამ მოხმარებისა და გენერაციის წერტილს შორის ქონეს სერიოზული პრობლემა. ანუ ეს ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა საჭიროებს მნიშვნელოვან განახლებას, გაძლიერებას, იმისაც, რომ ჩვენი ერთ დღეს არ დაგვიდგეს გათიშვა. ზოგადად ტრენდი მსოფლიოში ელექტროენერგიის უფრო მეტი მოხმარების იქნება ეს ელექტრომობილების თუ სახში ელექტროტექნიკის უფრო მეტად მოხმარების თუ მათ შორის სხვადასხვა
სხვადასხვა კრიპტოვალუტების მოპოვების და მათი დამუშავების თუ იგივე საბანკო ოპერაციების გაკეთების, მათ შორის ელექტრონულად უფრო მეტად და მეტად და სხვადასხვა კიდევ მრავალი მოქმედება, რა თქმა უნდა, ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება ინფრასტრუქტურული გაყოლა იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი მომხმარებელი იმისთვის საჭირო ელექტროენერგიის გარეშე, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად ყველასთვის ერთ-ერთი პირველი საჭიროების წყაროს წარმოადგენს. სემეკი ელექტროენერგიის ფასის შესახებ 29 დეკემბერს იმსჯელებს. სწორედ ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს აისახება თუ არა ინვესტიციები ტარიფში. ცნობისთვის წინა შემთხვევაში სემეკმა ელექტროენერგიაზე ფასი 3 თეთრით შეამცირა.